მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოებამ, მშვიდობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. ჩვენ ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას სწავლებითი კუთხით, დოგმატის, კანონის მიმართებით, თუ რა ცვლილებები ხორციელდება ხოლმე მოდერნისტული მხრიდან და რაც უფრო დრო გადის, ჩვენ ვამჩნევთ, რომ მით უფრო ადოგმატური ხდება თანამედროვე ქრისტიანული ცნობიერება. ხშირად გაიგონებთ, კარგი მქადაგებელი, რომელიც ამბობს საფრთხო სიტყვას, ხომ? როგორც წესი, ნაკლებად ეხება დოგმატურ საკითხს, კანონიკურ საკითხს. ეს ერთის მხრივ გასაგებია, როცა ვსაუბრობ ჩვენ მარტივ თემებზე და როცა არ გვსურს გადატვირთვა რაღაც მძიმე საფრთხისმეტყველო მოსაზრებებით ესა თუ ის თემა. ეს გასაგებია, მაგრამ როცა პიროვნება, სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი, ზოგადად მასწავლებელი ირჩევს, ასე ვთქვათ, საფრთხისმეტყველო ნიშად იმას, რომ საერთოდ უგულებელყოს ან რაღაცნაირად დააკნინოს, დაამციროს, შეამციროს დოგმატური ცნობიერება და მას არ მისცეს ის სათანადო შეფასება, როგორიც მას გააჩნია, მაშინ ეს უკვე დანაშაულის ტოლფასი გახლავთ. საქმე ის არის, რომ ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია ამის შესახებ, რომ დოგმატის მნიშვნელობა ეკლესიის ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავად ღვთის შესახებ რაც ვიცით ჩვენ უტყუარად, ჭეშმარიტად, ხომ? თუ როგორია ის თვისებებით, წმინდა სამება, ქრისტეს ბუნებები, ხომ? ღვთაებრივი და კაცობრივი, ყველგან ჩვენ ხვდებით წმინდა მამების კრებსით გადაწყვეტილებას და ჩამოყალიბებულ ეკლესიის სწავლებას. როცა ადამიანი ამ პრინციპს ადოგმატისტი ახლა რას აკეთებს? ის პირდაპირ არ უარყოფს ამ დოგმატურ ცნობიერებას, მაგრამ უარს ამბობს იმაზე, რომ თქვას, რომ ეს დოგმატური ცნობიერება არის უტყუარი, უცდომელი და რომ ის არ იცვლება და ასე შემდეგ. ეს მისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, პროგრესულად წყალებში მოაზროვნე თანამედროვე ადამიანი, რომელიც იზიდავს თანამედროვე საზოგადოების აზრს, ცნობიერებას, მისი შეხედულებები როგორც წესი გამოირჩევა ასეთი პათოსით, რომ დოგმატური ცნობიერება არასდროს ყოფილა გარკვეულ საზღვრებში ჩაკეტილი, რომ ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს დოგმატური აზრები, რომ პროგრესი არის სწავლების კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხდება ძალიან ოსტატურად იმ კრებსითი ცნობიერების მოშლა, ზოგადად დოგმატური ცნობიერების მოშლა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ არის მკაფიოდ წარმოჩენილი როგორც საზღვრები, ანუ კანონი, დოგმატი, რომელიც არის განსაზღვრება იმისა, რაც მოგცა დაადასტურა ღმერთმა ჭეშმარიტებით, იმისი შეცვლა, ანუ საზღვრის მიღმა, გასვლა, უკვე ნიშნავს ერესში გასვლას. და დღეს კიდევ თანამედროვე მოდერნისტები ასე საუბრობენ, რომ დოგმატი არის გზა, პროგრესი და ამას ისეთი გამოჩენილი პიროვნებები ამბობენ, რომ გაგიკვირდება კიდეც თითქოს ეს ანიბანი ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კონცეპტუალური ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებაში სულ უფრო და მკაფიო ხდება და ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ გამოირჩევა წესიერებით, ღვთის სიტყვის ნიჭის უნარით, ხომ? ამავე დროს გვევლინება ადოგმატისტად და მხოლოდ ისეთ საკითხებზე საუბრობს, რაც მის, ესე იგი, კონცეფციაში არის ჩატეული და ხოლო იმის მიღმა მას არც აინტერესებს რა ხდება. ავიღოთ მაგალითისთვის ესეთი კანონი, რომელიც კართაგენის კრებაზე იქნა მიღებული, რომ უნათლავი ადამიანი, მათ შორის ჩვილი, ვერ მოიპოვებს ეკლესიის წევრი ვერ გახდება და ვერ ცხონდება. და ეს კანონი მთლიანად ეყრდნობა პავლე მოციქულის სიტყვას, წმინდა წერილის სიტყვას, შემდეგ
ეს კანონი დადასტურდა მესამე, მეოთხე, მეხუთე და ყველა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. აქედან გამომდინარე, მას აქვს უტყუარი, უცდომელი, შეუვალი ავტორიტეტი, ხო? აქედან გამომდინარე, მისი შეცვლა, რამე დაკნინება, დამახინჯება, ხო? პრინციპში ანათემის ქვეშ აქცევს იმ ადამიანს, ვინც ასე იქცევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კანონი დამოკიდებულება ესეთია, ეს იყო მაშინ, ესე იგი მეოთხე საუკუნეა, ხო? ну, ვთქვათ, 16-17 წლის წინათ კართაგენში, აფრიკაში იყო, ეს იყო აფრიკაში და იყო აგერ მეოთხე საუკუნეში. ანუ დამოკიდებულება ნახეთ და დღეს კიდე ადამიანი ესე ფიქრობს, რომ თუ იქ თურმე შუა საუკუნეებში და იმის იქეთ აი ესეთი იყო დოგმატური ცნობიერება, დღეს რადგან ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობ, თურმე თუ მაშინ არ შეიძლებოდა ცხონებულიყო ნათლისღების გარეშე ადამიანი, თურმე 21 საუკუნეში იმის გამო რომ პროგრესია, განვითარება არის, ამის გამო ხდება თურმე ადამიანის შეცვლილია ეს კანონები და აი ამ განსაზღვრებათა ესე იგი დამახინჯება, ანუ მისი ორაზროვანი წარმოჩენა, ან ესე ვთქვათ, როცა ადამიანი აკნინებს პირდაპირ დოგმატურ არს სწავლებისა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ გვეწყება დიდი პრობლემები, იმიტომ რომ ერთი მხარე ყოველთვის იტყვის სწორს, დოგმატურად გამართულს, ხოლო მეორე ყოველთვის შეეცდება აიცილოს აი ეს პასუხისმგებლობა. და ნახეთ ახლა რა ხდება სინამდვილეში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ დოგმატზე და დოგმატის განვითარებაზე, იქ არანაირი განვითარება ესეთი არსობრივი კუთხით არ ხდება დოგმატი როგორც არის, ისე იქნება საუკუნოდ. ანუ მისი ცვლილება არანაირი კუთხით არ ხდება. რისი ცვლილება ხდება? რეალურად ხდება რა, რომ რაც უფრო დრო ემატება და საუკუნეები ემატებოდა ერთი მეორეს, შესაბამისად ცრუ სწავლებებიც ემატებოდა აი ამ კაცობრიობაში და ყველა ცრუ სწავლება სათანადო რეაგირებას საჭიროებდა. ამიტომ რამდენიც წამოვიდა ეს ცრუ სწავლება, ხო, იმდენი საპასუხო დოგმატური სწავლება იქნა წმინდა მამების მიერ დაფიქსირებული. აი ამას თუ დავარქმევ ჩვენ განვითარებას დოგმატის, შეგვიძლია მხოლოდ ამ ნიშნით ვისაუბროთ, რომ რაც უფრო დრო გადის, მეტი ცრუ სწავლების ესე იგი საპირწონედ იდებოდა ჭეშმარიტი დოგმატური ცნობიერება. და არავითარი რაიმე თვითონ დოგმატის განვითარება არ ხდებოდა. თუ იყო მაგალითად პელაგიანელობა, ხო? მიიღო ეკლესიამ კართაგენის კრებაზე, შემდეგ მსოფლიო კრებაზე მის წინააღმდეგ დადგენილება. მისი შეცვლა შეუძლებელია, არაფერი მას არ შეცვლის. რა იცვლება? შეიცვალა ის, რომ გამოჩნდა მერე ნესტორიანელობა, თქვათ, გამოჩნდა მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ხატმობრძოლეობა, პაპიზმი, პროტესტანტიზმი, სექტანტობა. ყველაფერ ამას საჭიროება, რა თქმა უნდა, ეკლესიის მხრიდან მოითხოვდა სათანადო პასუხის გაცემას. ამიტომაც იკრიბებოდა ყოველთვის წმინდა მამები და სული წმინდის შთაგონებით ხდებოდა ეს ყოველთვის, იმიტომ რომ სოფლიო კრებას უცდომელი სტატუსი, იმიტომ ენიჭებოდა აი ამ 7 სოფლიო კრებას და ავტორიტეტულ კრებებს, იმიტომ რომ სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ღვთის ხმას, ანუ სული წმინდის ბაგეებს იმ შემთხვევაში და ეს დასტურდებოდა იმით, რომ ერთი კრების ჭეშმარიტება აუცილებლად დასტურდებოდა მეორეს მიერ, მეორე მესამეთი და ასე შემდეგ. ასე რომ ყველა სოფლიო კრებას აქვს თავისი დასტური. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ არის ისეთი დიდი მნიშვნელობის კრებები გარდა 7 მსოფლიო კრებისა, იგივე კართაგენი ვახსენეთ ხომ? არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კრებსითი ცნობიერებით გამორჩეული პაპიზმის წინააღმდეგ შუათაშორის გამოვლენილი ფოთის დროს, პატრიარქი ფოთი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოთის დროს შემდგარი კრება, რომელსაც წმინდა მამები და თანამედროვე ორთოდოქსი
ღვთისმეტყველები უწოდებენ მერვე მსოფლიო კრებას, მეცხრე მსოფლიო კრებასაც ამბობენ, რომ არის რეალურად და ეს არის წმინდა გრიგოლ პალამას მიერ როცა იქნა შესანიშნავად ჩამოყალიბებული ღვთაებრივი ენერგიების სწავლება და ეს ყველაფერი აი ამ კუთხით შეიძლება იყოს განვითარებული და არავითარ შემთხვევაში ისე რომ დღეს ამბობენ ესე რომ გზა არის, პროგრესი არის, ანუ კანონი იცვლება იმის დამიხედვით, როგორც ამას მოითხოვს დროება. ესეთი რამე არ ხდებოდა. დროების მიხედვით იცვლება მხოლოდ ასე თქვათ წესგანგებითი ყოფითი რაღაც საკითხები, რომელიც თქვათ ერთი ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი და აღარ არის მეორე ეპოქისთვის დამახასიათებელი. ესეთი რამე კი ბატონო, მაგრამ როცა შინაარსობრივად ჩვენ ვაწყდებით აი ამ საკითხებს, უნდა ვიცოდეთ ზმანუდადან, რომ ეს არ არის ძალიან რთული გასაგები და პირიქით მოითხოვს ადამიანისაგან სერიოზულ მიდგომას, იმიტომ რომ თანამედროვე მოდერნისტული მიდგომის არსიც ამაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მოაშორონ ადამიანს ეს დოგმატური სწავლება, თითქოს ეს ოდესღაც სადღაც იყო და არავითარ შემთხვევაში დღეს ის არ გვჭირდება. პირიქით, დღეს გვჭირდება ის, როგორც არასდროს და არა როგორც განყენებული საგანი, არამედ როგორც ცოცხალი სწავლება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ზმანუდადან, რომ როცა იყო არიოზული ერესი, ხო? ნახეთ, გადახედეთ წმინდათა ცხოვრებები და ნახავთ, რომ ბაზარშიც კი აი ამ საკითხზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ ქრისტეს ბუნების სწავლებას. ეს რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის დოგმატი ეკლესიისთვის და ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ეკლესიის წიაღში, მისთვის მთავარი იყო სწორედ აი ამ სწავლების კუთხით მართლმადიდებლობის დაცვა. და რა თქმა უნდა, მასთან ერთად არის თანაარსებობით ჭეშმარიტება და სიყვარული. არასდროს არ ყოფილა სამართალი, საეკლესიო სამართალი ჭეშმარიტება ეკლესიის სიყვარულის გარეშე. ან პირიქით, სიყვარული სამართლის და დოგმატური სწავლების გარეშე. ეს ყოველთვის წარმოადგენდა ერთიან მთლიანობას, რომელიც აუცილებელი იყო ჭეშმარიტების სისავსით მიღებისთვის. სხვანაირად გაუგებარია ზოგადად მრისხანების თემაც, როცა საღვთო მრისხანებაზე საუბრობთ ჩვენ და ამის მაგალითებს თავად მაცხოვარი გვაძლევს, როცა წმინდა მამებში ვხედავთ უკომპრომისო ბრძოლას ერესებთან და თავდადების დონეზე და ადამიანებს აჭრიდნენ ხელებს, ენას, თავს, ყველაფერს და უკიდურეს წამებებით გამოირჩეოდა წმინდათა ცხოვრებების სწორედ აი ამ დოგმატების დაცვის გამო. რა იყო ეს მაშინ? რა ფანატიზმია, ხო? როცა დღეს გვესაუბრებიან ჩვენ ესეთი პათოსით, რომ აი ეს ფანატიკოსები, თურმე უშლით ხელს ფანატიკოსები განვითარებას და პროგრესს ეკლესიაში. ჩვენზე უარესი ფანატიკოსები ყოფილა გრიგოლ პალამაც, მაქსიმე აღსარებელიც, ოქროპირიც, ბასილი დიდიც და ასე შემდეგ. ყველა წმინდა დიდი მამა, რომელმაც კრებსითად დაადასტურეს და ამის გამო დიდი დევნის საგანი გახდა მათი შემართება. რა ხდება? რა რელიგიას ასწავლიან თანამედროვე ეს პოპულარული ქადაგებლები? რა არის ეს თუ არა მოდერნისტული მიმართულება, რომელსაც გააჩნია თავისი არსებითად ფარული მიზანი. და ეს მიზანი რა არის? რომ მოიშალოს საფუძვლები სწავლებისა, და შემდეგ შემოგთავაზონ ესეთი ფართობითი სწავლება, რომ ქრისტიანობა, ყველა ქრისტიანობა, იქ პაპიზმიც ქრისტიანობა, თურმე პროტესტანტიზმიც და სექტანტობაც და ყველასი ამისი ერთ რელიგიად ჩამოყალიბება. აი ეს არის მიზანი და თვითმიზანით შეიძლება იყოს ამ ადამიანებისათვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჩვენ არავინ გვეტყვის, რომ ეს ასეა, არამედ პირველ რიგში უნდა მოხდეს, ესე იგი, იმ ორთოდოქსული ცნობიერების წაშლა ადამიანის ზოგადად ცნობიერებიდან, რომ თითქოს და ეს ყველაფერი დრომოჭმული და სადღაც ძველად იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი და დღეს ეს არავითარ შემთხვევაში არაფერი არ არის
და ამის შემდეგ როცა ამ ნიადაგს ამზადებენ და უკვე გარკვეულწილად მოამზადეს და ჩვენ გაოგნებულები ვართ ხოლმე როცა ვსაუბრობთ სწავლებითი კუთხით აი ამ უტყუარ ჭეშმარიტებაზე რომ ნათლობის გარეშე ცხონება შეუძლებელია ამას გვედავება ჩვენ სასულიერო პირები კაცო ვიღაცა ის კი არა საქმეც რაშია ძმაუნდედანო რომ ეს ადოგმატიზმი არ მოდის სადღაც გლეხური წარმოდგენებიდან და უწიგნურობიდან პირიქით აკადემიური წრეებიდან მოდის ეს ყველაფერი რომლებიც ცდილობენ აი ამ ღვთისმეტყველებას შეასხან თავისი შემოქმედებითი უნარებს ეძახიან ისინი ანუ თავისუფლებას ანიჭებენ თავის თავს უფლებას აძლევენ შეიტანონ საღვთისმეტყველო ცნობიერებაში ის რაცაც ჩათვლიან თავად საჭიროს ან ჩათვლიან საჭიროდ მაგალითად რაღაც ფილოსოფიური ელემენტები შემოიტანონ უფრო მეტიც ფილოსოფიური შეხედულება ღვთისმეტყველებაზე წინ დააყენონ ან მეცნიერული შეხედულება დააყენონ ღვთისმეტყველებაზე წინ და ჭეშმარიტებაზე წინ ან ათქვლიფონ ერთმანეთში ისე სამივე რომ ვერც კი ხდება ადამიანი ერთ იმას კი ხდება რომ რაღაცა წიგნობრივი კუთხით რაღაცა ინტელექტუალური კუთხით რაღაცა კი ბატონო არის იქ ამ ნიშნით რაღაც საინტერესო მაგრამ არა ჭეშმარიტების თვალსაზრისით აი ეს არის ჩვენთვის მთავარი სათქმელი და დღესაც ჩვენ სწორედ აი ამ საკითხმა იმიტომ დაგვაინტერესა და ვსურს რომ საზოგადოების დიდი ყურადღება იყოს გამახვილებული იმიტომ რომ ჩვენს რეალობაში არის ის რომ პაპიზმი უამრავ ადამიანს მიაჩნია რომ არის ჩვეულებრივი ქრისტიანული ცხოვრება უბრალოდ იქით სხვაგან და ჩვენ აი ამ თქვათ ამ ისტორიულ მოცემულობაში აღმოჩნდით ან ტერიტორიულად ესე მიიჩნევენ და ამიტომ ვართ მართლმადიდებლები იქეთ კათოლიკები იმიტომ არიან მეტი რომ ტერიტორიულად მოხდა ესეთი განვითარება ან პროტესტანტები იქეთ ესეთი რამე წარმოუდგენელია ქრისტიანობა ერთი ჭეშმარიტება არის რომელიც იქადაგა მთელ სოფლიოში არანაირი განსხვავებული ქრისტე არ ყოფილა იქ ძმაუნდა დანო ყველა მოციქული რომელიც მთელ სოფლიოში საქადაგებლად წავიდნენ ერთი და იგივე ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ და დღეს ხედავ ჩვენ თურმე მართლმადიდებლობა ყოფილა ერთ-ერთი რელიგია ესე წარმოაჩენენ მას ნაკლოვანი სხვათა შორის მათი თვალსაზრისით ისეთივე ნაკლოვანია სხვა რელიგიების და ამიტომ უნდა მოხდეს ამ რელიგიური ერთიანი რელიგიის ჩამოყალიბება სხვათა შორის რაც თუ ისე დიდი ხნის წინ რომის პაპმა სულ ახლა გააკეთა ესეთი განცხადება და ჩვენ ეს სულაც არ გავგვირვებია რა თქმა უნდა რომ ყველა რელიგია ღმერთამდე მიდისო და ეს ოფიციალური განცხადებები გააკეთა სხვადასხვა არა მარტო ქრისტიანული კონფესიების არამედ ზოგადად რელიგიების თანდასწრებით იყო ეს ოფიციალური განცხადება გაკეთებული ასე რომ აქ პაპიზმი არათუ ქრისტიანული ერესის კატეგორიაში და კონცეფციაში ვეღარ ეტევა არამედ საერთოდ რა არის ეს სარწმუნოებრივი კუთხით რასთან გვაქვს რეალურად საქმე როცა პაპიზმზე ვსაუბრობ და კათოლიციზმზე ეს არის უკვე გასარკვევი და რა ის რომ იმან რა თქმა უნდა დიდი ხანია უკვე უამრავი დოგმატური ცნობიერება დაამახინჯა და კიდე უფრო წინ წავიდა ეხლა კადრები ვრცელდება ეგრე ცხოველებს როგორ აკურთხებენ და ეკლესიის მრევლია უკვე ცხოველები შემოყავთ გაყავთ და ნუ კატასტროფასთან გვაქვს რეალურად სულიერ თვალსაზრისით საქმე და ამას ყველაფერს ადამიანი ჰუმანისტები დღეს და ლიბერალები ცნობიერებით ღმერთზე უფრო მაღლა რო აყენებენ თავის შეხედულებას ესეთი ადამიანებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია რა თქმა უნდა სადაც ძაღლი და კატა ურჩევნიათ ადამიანებთან ურთიერთობას იქ გასაკვირიც არ არის რომ ეკლესიაშიც უკვე ძაღლი და კატა და სპილო და აკლემი ხდება მრევლი ეკლესიის ასე რომ ეს არის უკვე ის ზღვარი ურჯულოებისა რომელიც აი ამ ადოგმატური და ყოვლად მიუღებელი უაზრო გაგების სიყვარულისაგან არის წარმოქმნილი. ღმერთმა დაგლოცოს და მოგცეს ძალა რომ
დავიცვათ წმინდა მამისეული სწავლება, მსოფლიო კრებების განჩინებები, რომლებსაც აქვს საღვთო მნიშვნელობა ჩვენთვის და არა პირობითი, დროებითი და დღეს გუშინ იყო და დღეს არ არის.